ჩვენთან თვლიდნენ და სამწუხაროდ დღესაც ასეა, თუ ხარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შენ უპირველესად ხარ პაციენტი, ანუ სამედიცინო მიდგომას ეძახიან ამას, ან კიდევ ქველმოქმედების ობიექტი. ღმერთმა ისე აცხოვროს ყველა, რომ არ იყოს საჭირო, მაგრამ არ ამგონია, რომ არ იყოს ყოველ შემთხვევაში პრევენციის მიზნით, მაინც მიმართავ ხო ექიმს, მაგრამ შენ შშმ პირი რო ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივი პაციენტი ხარ, ან არ ნიშნავს, რომ ქველმოქმედების საგანი უნდა იყო. თავისუფლად გადაადგილების არ შეიძლება არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება დამხმარე საშუალება გამოიყენო. თუ გარემო მორგებული იქნება იმ შენს დამხმარე საშუალებებს და ეს არ ნიშნავს დამოუკიდებელი ცხოვრება, რომ მე დახმარების გარეშე ყველაფერი შემიძლია შევწყო. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს დახმარების გარეშე ცხოვრებას, ხო? სოციუმის ნაწილი ვარ თითოეული ჩვენთაგანი, მაგრამ ამაში ვგულისხმობ შემდეგს, რომ კონდეს უპირველესად არჩევანის უფლება და გავაკეთო ის, რასაც გავაკეთებდი იმ შემთხვევაში, როცა მე არ მექნებოდა შეზღუდვა, ამ შემთხვევაში ფიზიკური შეზღუდვა. ჩვენ უფლებებზე წინ ყოველთვის იყო არაშშმ პირების უფლებები. ახლა შშმ პირთა უფლებებზე ძირითადად საუბარი დაიწყო მე-20 საუკუნეში და განსაკუთრებით 60-იან წლებში. იქამდე ეს ჯგუფი უგულებელ ყვეს ყველანაირად და იცით, რომ ძირითადად იყვნენ პანსიონატებში სპეციალური ან იმაში გამოკეტილი ოჯახებში და ოჯახების დიდი ნაწილი ორს ამბობდა მათ არა მხოლოდ საზოგადოებაში, აი მიკროსაზოგადოებაში, აი სამეზობლოში გაყვანაზეც კი. აი აქედან დაიწყო ყველაფერი. სხვამ არასოდეს არ იცის ის საჭიროება, ისე კონკრეტულად, რაც არ უნდა კაი მთავრობა იყოს. ვერც ერთი მთავრობა ისე ღმად ვერ ჩაიხედავს ცალკეული ჯგუფების ინტერესებში, როგორც თითოეული ჯგუფი. მართალი გითხრათ, მაღიზიანებს აპოლიტიკური ვარ. აპოლიტიკური სხვაა და პარტიის წარმომადგენლობა კიდევ სხვა არის. პოლიტიკა მთელი ცხოვრება. პოლიტიკის დოკუმენტებს შევიმუშავებდით ჩვენ, როდესაც მონიტორინგის შედეგებს ვაქვეყნებდით. თუ გნებავთ ინკლუზიური განათლების, ნებისმიერი მიმართულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის დროს, მაგრამ ჩვენ არც ერთი პარტიული არ ყოფილვართ და არც ერთი პარტიის ამ შემთხვევაში წევრი არ ყოფილვარ, ჩვენ ერთნაირად ვიწვევდით შეხვედრებზე, როგორც ნებისმიერ პარტიას, სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლებს, ახლა გამოვიცვალეთ, ახლა წარმოიდგინეთ 27 წლის განმავლობაში, ხო, რამდენი პარტია იყო და როგორ იყო. ეს ნამდვილად არ გვეხებოდა ჩვენ.